ეკა ბაქრაძეც ერთ-ერთია ცესკოს იმ თანამშრომლებს შორის, რომელიც ოფიციალური მოტივით რეორგანიზაციაში მოყვა და ამიტომ გაათავისუფლეს, თუმცა ბაქრაძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ რეორგანიზაცია მხოლოდ და მხოლოდ არის საფუძველი, რეალურად მისი გათავისუფლება უკავშირდება ორ მთავარ მიზეზს. ერთი, როდესაც მან თანამშრომლებთან ოთახში სამუშაო სივრცეში გააპროტესტა ის, რასაც ხედავდა თბილისის ქუჩებში და ის, რომ ქართულმა ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება და 4 წლით გადაავადა ევროკავშირში ინტეგრაცია. გარდა ამისა, მან დაგმო ის ძალადობა, რაც ხდებოდა თბილისში, როდესაც სასტიკად უსწორდებოდნენ ახალგაზრდებს თუ ჟურნალისტებს და კიდევ ერთი მიზეზი, რასაც თვლის ბაქრაძე, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მოტივი შესაძლოა ყოფილიყო, უკავშირდება იმას, რომ მისი ოჯახის წევრები არიან ოპოზიციურ პარტიასთან აფილირებული, სწორედ ამიტომ თulis რომ ცესკოს ადმინისტრაციამ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება ამ ორი უმთავრესი მიზეზის გამო მიიღო, რადგან ის შეხვდა წამოსვლამდე სამსახურიდან ცესკოს თავმჯდომარეს კალანდარიშვილს და რამდენიმე საკითხზე განმარტება მოსთხოვა. კალანდარიშვილისგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღო, რატომ გაათავისუფლეს. ერთადერთი რასაც ამბობდა კალანდარიშვილი, რომ მას კვალიფიკაციას ნამდვილად ვერ დაუწუნებდა, თუმცა ცესკოს თავმჯდომარე მას ეუბნებოდა, რომ ახლა ასეთი გადაწყვეტილების მიღება გახდა საჭირო, არადა თავად ცესკოს თავმჯდომარეა ის პირი, ვინც იღებს გადაწყვეტილებას, დაიწყოს თუ არა რეორგანიზაცია და ვინ შეიძლება მოხდეს ამ რეორგანიზაციაში. ჩვენ შემთხვევაში საერთოდ საოცრება მოხდა 14 დეკემბერს ბრძანება მოგვივიდა პოსტაზე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით და უკვე 17 დეკემბერს დეპარტამენტის უფროსმა გამოგვიცხადა, მე ვმუშაობ HR დეპარტამენტში და გამოგვიცხადა, რომ რამდენიმე ადამიანს გვეხებოდა ეს შემცირება და შესაბამისად მე ვიყავი პირადად ამ სიაში. ჩემი ოჯახის წევრები არიან ოპოზიციურ პარტიებთან აფილირებული და შესაბამისად ამას უკავშირდება ერთ-ერთი პუნქტი, ალბათ ესეც იყო ჩემი განთავისუფლების მიზეზი. მეორე იყო ევროინტეგრაცია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე ამასთან დაკავშირებით უკვე 30 ნოემბერს მაქვს განცხადება Facebook-ზე გაკეთებული, შემდეგ მაკაჩიხლაძის თემასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება და მანამდე კიდე როცა რუსული კანონის მიღება მოხდა, შესაბამისად ამას იმ მოვლენებს რა თქმა უნდა ვაპროტესტებდი და HR დეპარტამენტის უფროსებს და გიორგის ეფრემის წერილი მაინტერესებდა რამდენიმე პუნქტი მქონდა ჩამოთვლილი და მაინტერესებდა ამასთან დაკავშირებით პასუხი, რომ თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ამ ეტაპისთვის სამსახურს ეს ჩემი კადრი აღარ ჭირდება. რეპრესიების მსხვერპლი აღმოჩნდა ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხლიკიძე, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს მისი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირების გამო, რომელიც ევროინტეგრაციის შეჩერებას ასევე აპროტესტებდა და აფიქსირებდა პოზიციას, რომ მიუღებელი იყო ძალადობა, რაც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიდიოდა. ბუცხლიკიძე ამბობს, რომ ის კანონი, რომელიც დაჩქარებული წესით ქართულმა ოცნებამ მიიღო საჯარო სამსახურის შესახებ ცვლილებები, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მოწყვლადი გახდეს საჯარო სექტორი და მისი თქმით, მაშინ როდესაც მარტივად იქნება შესაძლებელი თანამდებობიდან პასუხისმგებელი პირების გათავისუფლება, ეს ქვეყანაში კორუფციის რისკს კიდევ უფრო მეტად გაზრდის. უბრალოდ როგორც იქმა მოქალაქემ ჩემი აზრი დავაფიქსირე და ამის გამო უბრალოდ მოხდა ჩემი გათავისუფლება და მინდა აღნიშნო, რომ მე შტატიანი თანამშრომელი ვიყავი. და საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ძველი რედაქციით გამოთავისუფლეს. და რა გითხრეს? არაფერი, არასოდეს ვიდექი და გუნდური პრინციპი გავარკვიე თითქოს და მე საუხსენი, რომ მე ფეხბურთის გუნდში ათამაშობ მე საჯარო მოხელევა და მე უბრალოდ კანონის შესაბამისად მოქმედებდი ყოველთვის და თუ ვინმეს გონია, რომ ეს ახალი რედაქცია საჯარო სამსახურის შესახებ კანონი როგორც ქართული ოცნება იძახის გააჯანსაღებს საჯარო სექტორს, არ გააჯანსაღებს პირიქით. ბევრი საჯარო მოხელე დატოვებს თავიანთ პოზიციებს. და პლუს ამას მინდა ყველას უთხრა, რომ ეს არის ჩვეულებრივი კორუფციის უმაღლესი დონის რისკი. საჯარო რგოლი ყოველთვის იყო მუხრუჭი თანამდებობის პირებისთვის. ეხლა ეს მუხრუჭი საერთოდ მოიშალა. მოირღვა და ჩვენ ბევრ
კორუფციას ვიხილავთ, აი როგორც მოხდა მაგალითად აი თბილისში რა ქვია წერეთლის განზრიზე, ანუ ბევრი წერეთლის განზრიzi იქნება სრულიად საქართველოში. საჯარო სექტორში წმენდა იმ თანამშრომლობის გაშვება სამსახურიდან, ვინც ქვეყნის ევროინტეგრაციას ემხრობა, დაიწყო რამდენიმე კვირაა და 31 დეკემბრამდე არაერთი თანამშრომელი გახდა და დარჩა სამსახურის გარეშე. ქართულ ოცნებას წმენდა გაუმარტივა დაჩქარებული წესით მიღებულმა ცვლილებებმა კანონში საჯარო სექტორის შესახებ და ამის შემდეგ უკვე საჯარო მოხელეები თვლიან, რომ მათი სამსახურები, მათი ყოფილი თანამშრომლები ახლა უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან ახლა ქართული ოცნება მათ ნაცვლად მიიყვანს უფრო ლოიალურად განწყობილ პირებს, შესაბამისად ისევე ჩაიხშობა თავისუფალი აზრი საჯარო სექტორში. ყოველ შემთხვევაში შეეცდებიან ქართული ოცნების წევრები, რომ ჩაახშონ თავისუფალი აზრი საჯარო სექტორში და ამისთვის სწორედ გამოიყენებენ ამ დაჩქარებული წესით მიღებულ ცვლილებებს.